მოგესალმებით მეგობრებო, ხშირად მომდის პირად შეტყობინებაში, Instagram-ზე, Facebook-ზე, თუნდაც კომენტარის სახით YouTube-ზე, რომელი კამერით შეიძლება დავიწყო ფოტოგრაფია, რომელია ყველაზე ბიუჯეტური კამერა. დღეს სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ. დღეს მე მინდა განვიხილო საქართველოს ვარიანტი, ანუ საქართველოში სად შეძლებთ ყველაზე იაფად კამერის და ოპტიკის შეძენას, აქსესუარების შეძენას. დღეს მე მინდა განვიხილო პირდაპირ გეტყვით ზუმერის ვარიანტი და ასევე იმასაც გეტყვით, რომ ეს არ არის ზუმერის მიერ დასპონსორებული ვლოგი, თუმცა ვისურვებდი რომ იყოს, მაგრამ არა უშავს. დღეს სწორედ ამ მაღაზიას მინდა ვესტუმრო რა, მაგაც საიძე შევალ, ნახავ რა არჩევანია, რა ფასებია და ვეცდები იდეალური ვარიანტი გირჩიოთ თქვენ. ზუმერი იმიტომ შევარჩიე, რომ პირადი გამოცდილებით თუ ოდესმე რამე ტექნიკის შეძენა მომდომებია საქართველოში, ყველაზე იაფად სწორედ ამ მაღაზიაში მინახავს, შესაბამისად თქვენც იგივეს გირჩევთ, რომ ძებნა დაიწყოთ ამ მაღაზიიდან. ახლა კი დროა ვფიქრობ უკვე ვესტუმროთ საიტს და ვნახოთ რა არჩევანია, რა ფასებია და მეც ვეცდები საუკეთესო ვარიანტი აგარჩევინოთ. მაშ ასე მეგობრებო, შევიდეთ ზუმერის საიტზე. კიდევ ერთხელ და ბევრჯერ აღვნიშნავ იმას, რომ ეს ვლოგი არ არის დასპონსორებული ზუმერის მიერ, ეს არის ჩემი პირადი უბრალოდ არჩევანი, რომ შევსულიყავი და ამ საიტის საშუალებით მე ხელმძღვანელა. შემდეგ გადავიდეთ ფოტო-ვიდეო ტექნიკაში, ავირჩიოთ Canon-ი, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ სულ გავსონისტი ბოლო პერიოდში ამას თავისი მიზეზები აქვს, Canon-ისადმი სიყვარული არ გამნელებია, ძალიან მიყვარს Canon-ის კამერები და განვიხილოთ Canon-ის ვარიანტი. როგორც ხედავთ, არის არჩევანი, ბევრი არა, მაგრამ საკმარისი, როგორც ბიუჯეტური, ისე არაბიუჯეტური კამერების და პირველ რიგში ყველაზე იაფიანი რაც გეჩვენებათ, ეს ფერადი, შავი, ეს კამერები არ გვაინტერესებს, რადგანაც არის ეგრეთ წოდებული სასაფნე და თუ გვინდა პროფესიონალურ დონეზე შევისწავლოთ ფოტოგრაფია, უნდა გქონდეთ შესაბამისი დასაწყები კამერაც. ამ შემთხვევაში ავიღებ ყველაზე ბიუჯეტურ ვარიანტებს, ბიუჯეტური არის ჩემთვის 2000 ლარამდე, ამ მარჟაში განვიხილავ კამერებს. ესე იგი, ავიღოთ M50. ეს კამერა ძალიან მიყვარს. ამ კამერის ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ ოპტიკა ღირს, ლინზები ღირს, შედარებით ძვირი. მაგრამ მოდი ახლა ვნახოთ რა მონაცემები აქვს. როგორც ხედავთ, მოყვება ლინზა, თავის კით ლინზა, მაგრამ როგორც ვიცი, ძალიან კარგი ლინზა, მიუხედავად იმისა, რომ ქარხნული კით ლინზაა, ზოგადად Canon-ებს რა ლინზებიც მოყვება კით ლინზ, მანდამდეც მივალ, არის ცუდი ხარისხის, ბილად რომ ვთქვათ. ესე იგი, არის 24 მეგაპიქსელიანი, ძირითად მესიჯებს წავიკითხავ, რაც მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ. 24.1 მეგაპიქსელია, 2018 წელს არის გამოშვებული და ყველაზე მეტად რაც მომწონს, იღებს 4K ვიდეო რეზოლუციას. ეს არის ძალიან კარგი თუ მარტო ფოტოზე არ აპირებთ მუშაობას. ეს კამერა მე მინდოდა სიმართლე გითხრათ, ჩემი პირადი ვლოგების ჩასაწერად და ალბათ უახლოეს მომავალში შევიძენ, რადგანაც ძალიან მომწონს და მესიმპათიურება, მიუხედავად იმისა, როგორც აღარ აღვნიშნე, ოპტიკა ღირს ცოტა ძვირი. აქვს როგორც Full HD, ისე 4K რეზოლუციის ვიდეო. ახლა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ სხვა ვარიანტი რა გვაქვს. 1000 ზემოდან მოვყვეთ პრინციპში. 1900 ლარი, ეს არის ფასდაკლებაში. ახლა 2000 ლარი ღირდა და 100 ლარია ფასდაკლებაში. 1900 ლარი ღირს EOS 800D. ჩემ დროს, ეს ხაზი რაც აქვს Canon-ს იყო EOS 550-დან, მე როცა ვიწყებდი ფოტოგრაფიას, მაშინ 550D-დან დაიწყეს და ძალიან მესიმპათიურებოდა ყოველთვის ეს კამერა და როგორც ვხედავ, იგივე ხაზი აქვს გაგრძელებული. გამოშვებული 2017 წელს, რაც ცოტა ძველია, მაგრამ არა ისეთი რომ კატასტროფულად ძველი იყოს და წეღან ვახსენე კით ლინზა, რომელიც ყოველთვის მოყვება ქარხნულად Canon-ებს. აი ეს ლინზა. მარტივად რომ გითხრათ, ეს ლინზა არის ნაგავი
და ნუ ამ ლინზის იმედად არც უნდა იყოთ, რადგანაც რა ხარისხსაც გაძლევთ ეს კამერა, რეალურად იმ შესაძლებლობებს ვერ გამოგაყენებინებთ ეს ლინზა. შესაბამისად, მოგიწევთ კიდევ მინიმუმ ერთი ლინზის შეძენა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კამერის შესაძლებლობები და არა მხოლოდ ლინზა, უნდა ისწავლოთ სწორად გადაღება. თუ გადაღება არ იცით, ტელეფონით უკეთეს კადრებს გადაიღებთ, ვიდრე მაგალითად ამ EOS 800D-ის საშუალებით. როგორც ხედავთ, 750 უბრალოდ მარაგში არ აქვთ, მაგრამ გქონდათ 960 ლარად და ნუ ეს 200D-ც არ აქვთ და ნუ რაც არ აქვთ, არ გვინდა არ განვიხილოთ. მაგრამ ნუ 750 მაგის წინამორბედია და ეგეც საკმაოდ კარგი კამერაა. ფიქრობ, თუ ბიუჯეტში კარგად ხართ, ანუ 1900 ლარის გადამხდელი ხართ, ეს კამერა შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. დაუბრუნდეთ უკან, მაგრამ აშკარად საიტი ვერ აქვთ გამართული. ბევრჯერ მიწევს დაკლიკვა, რომ უკან გამოვიდეთ. შემდეგ ეს არის EOS 2000D. ფიქრობ, ეს კამერა არის იდეალური ვარიანტი საყიდლად, ნუ როგორც ხედავთ, მოყვება კიტ ლინზა. არის საკმაოდ ბიუჯეტური, 1200 ლარი ასეთი კამერისთვის არის საკმაოდ მისაღები და ნუ ფასდაკლებაში 1319 ღირდა, თუმცა ნუ 1200 ლარია ახლა. შეგიძლიათ მოასწროთ შეძენა. ახლა ნახოთ რა მონაცემები აქვს. 2017 წელს არის გამოშვებული. ვიდეოს იღებს, ოღონდ Full HD-ს არა აქვს 4K, როგორც მაგალითად M50-ს ქონდა. ამ შემთხვევაში ეს, ნუ ჩემთვის პირადად არის მინუსი, რადგანაც 4K უკვე ფართოდ გამოიყენება მოხმარებაში, თუმცა ანუ Full HD რეზოლუცია კიდევ ბევრი წლის განმავლობაში იქნება მოხმარებადი და აქტუალური. შესაბამისად, ამის გამო უკან არ დაიხიოთ, ანუ ეგ არ იყოს თქვენთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი. 24 და 1 აქვს ამასაც მეგაპიქსელი, 6000 4000-ზე გაფართოვება ფოტოს რეზოლუცია, ეს არის მნიშვნელოვანი თუ მაგალითად აპირებთ სტოკერობას, რადგანაც რაც უფრო დიდი რეზოლუციის კადრი გაქვთ, უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ, თუნდაც კროპი გააკეთოთ კადრზე, ნუ იმუშაოთ კადრზე ისე, რომ ხარისხი არ დაკარგოთ. ნუ ეგ არა მარტო სტოკებზე, კომერციულადაც თუ იმუშავებთ, საკმაოდ კარგი ვარიანტია, რაც უფრო დიდი რეზოლუცია გაქვთ და მეტი მეგაპიქსელი, უფრო მეტი ჩარევის საშუალება გექნებათ ისე, რომ ხარისხი არ დაკარგოთ. ასევე მინდა გირჩიოთ ის, რომ ეს ლინზა არის საკმაოდ სუსტი, ამისთვის დაგჭირდება კიდევ მინიმუმ ერთი ლინზა სამუშაოდ, ასე რომ ნუ მივალ მანდამდეც პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ გაქვთ 1200 ლარი, დაუფიქრებლად თქვენს ადგილზე შევიძენდი ამ კამერას. დავბრუნდეთ ახლა უკან. კიდევ ბევრჯერ დავაჭიროთ, რომ დავბრუნდეთ. განვიხილოთ ბოლო ვარიანტი, ნუ ყველაზე იაფიანი, რაც ჩანს, 950 ლარიანი, ნუ თან არც ფასდაკლებაშია, როგორც ხედავთ. ეს არის 2018 წლის მოდელი Canon EOS 4000D. აქ მინდა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება. მე, როდესაც დავიწყე ფოტოგრაფია 11 წლის წინ 2009-ში დავიწყე სწორედ ჩემი პირველი ციფრული კამერა იყო Canon EOS 1000D. ანუ ეს არის მინიმუმ 4-ჯერ დახვეწილი ვერსია იმ კამერასთან შედარებით, რითიც მე ვიღებდი. შესაბამისად, ამასაც მოყვება კიტ ლინზა. ამაზე აღარ ვილაპარაკებ და ჩემი დიდი რეკომენდაცია ექნება ამ კამერას, რადგანაც ეს კამერა რომ არ შემეძინა, ფაქტობრივად კომერციულად ვერც ვიმუშავებდი, ვერც გავიზრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ზენიტით დავიწყე გადაღება, ანუ ფირიანი კამერით, მალევე გადავედი ციფრულ კამერაზე, შევიძინე 1000D და აქედან დაიწყო უკვე ჩემი კამერების ისტორიაც. ამის შემდეგ შევიძინე 6D და ნუ 6D უკვე წლების განმავლობაში იყო ჩემი განუყრელი მეგობარი. თქვენც ასევე გირჩევთ დაიწყოთ მინიმალურით, მიაღწიოთ რაღაც დონეზე, რომ უკვე შეძლოთ ამაზე ბევრად უკეთესი კამერის შეძენა. რა თქმა უნდა, კომერციულად თუ აპირებთ მუშაობას, დაგჭირდებათ კარგი ოპტიკა, ნუ დასაწყისისთვის ეს საკმარისი იქნება, ვფიქრობ. ყველას ცოტა სასწაულად მაინც. რაც შეეხება მონაცემებს, ამას წინამორბედებთან განსხვავებით აქვს 18 მეგაპიქსელი.
ფოტოს რეზოლუცია 5184 3456-ზე საკმარისია როგორც სტოკებისთვის, ისე კომერციული კადრებისთვის, JPEG რავი, ანუ რავში გადაღებაც რომ აქვს ძალიან კარგია და ამასაც აქვს კი ბატონო, აქვს ვიდეოს გადაღება, ოღონდ 4K არ აქვს. ეს არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, როგორც ეგან აღვნიშნე, კარგია რომ გქონდეს, მაგრამ სულ არარაობას ეგეც რა თქმა უნდა საქმე. მოდი უშუალოდ ეს კამერა ავარჩიოთ, ყველაზე დაბალბიუჯეტიანი რადგანაც არის და დავამატოთ ბარათზე, რომ გაგვიადვილდეს კალკულაცია. ამის შემდეგ რა გვჭირდება? გვჭირდება მეხსიერების ბარათი, ეგრეთ წოდებული ჩიპი. ეგრევე შემოგთავაზა 159 ლარიანი. რა თქმა უნდა, ამას არ შევიძენთ, იმიტომ რომ ამის გასაჭირი არ გვაქვს 32 გიგაბაიტიანიც გვეყოფა. მაქვს მეც ვარ ძალიან კმაყოფილი, არის საკმაოდ კარგი ხარისხის, ჩქარი და ვიდეოზეც გამოგადგებათ, ფოტოებზეც გამოგადგებათ. ღირს 39 ლარი. დავამატოთ ესეც ბარათზე. დავუბრუნდეთ ახლა ფოტოკამერის აქსესუარებს, ჩანთები. ჩანთები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც აქსესუარი ფოტოგრაფიაში, რადგანაც ჩანთის გარეშე, ოპტიკას ვერ ატარებ და ერთგვარი იმიჯი არის, კარგი ჩანთა, როდესაც კიდიათ ზურგზე. ფასები არც თუ ისე ადეკვატურია, შეიძლება ადეკვატურია, მაგრამ ხარისხი არ ვიცი როგორია, ცოტა მეძვირება, ის ჩანთა, რომელზეც მე ჩავწერე, განხილვა ბევრად იაფიჩდება და ვფიქრობ, ბევრად უფრო კარგი ხარისხისიც იქნება და გამძლეობითაც ბევრად უფრო დიდხანს გაგიძლებთ. გულისხმობ Lover Pro-ს ჩანთას, ავპინავ კომენტარში ამ vlog-საც, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უყურეთ. მე დამიჯდა $65, ფასდაკლებით ისე $90 ღირდა, 300 ლარი ვიანგარიშოთ და დავიმახსოვროთ 300 ლარი, ან რამე მსგავსი დავამატოთ. აი 219. კაი, 219 ლარი დავამატოთ სიტყვაზე, ვითომ ფასდაკლებაში ვიყიდეთ. შემდეგი რაც ჩვენ გვინდა, აუცილებლად არის შტატივი. შტატივები აქვთ, ოღონდ აქვთ, ვფიქრობ, საკმაოდ დაბალი ხარისხის. ფოტოებზე ეგრე ჩანს. იმიტომ რომ არ მომწონს თავები და ესენი ძალიან მალე ფუჭდება. ყველაზე კარგი ვარიანტია სლიკი, ბიუჯეტურიც არის, ხარისხიანიც არის და მისაღები ზომა არის, ყველგან ატარებთ. ლოგი ჩაწერილი მაქვს, ავპინავ და შეგიძლიათ თუ არ გინახავთ, აუცილებლად უყუროთ, კომენტარის სახით იქნება დატოვებული ქვემოთ ვიდეოს კომენტარში გულისხმობ. ესეც ასე რა გვაქვს ახლა კალათაში დამატებული. ეს არის კამერა, ეს არის მეხსიერების ბარათი, ჩანთა, რომელსაც აქ არ გირჩევთ, რომ შეიძინოთ ჯობს გამოიწეროთ, რადგანაც უფრო იაფიც დაგიჯდებათ და უფრო ხარისხიან შეიძენთ და ასევე გაითვალისწინეთ, არ უნდა იყოს ცალსაკიდიანი, რადგანაც მხარს გატკენთ, ეცადეთ იყოს ორსაკიდიანი, ანუ ზურგზე რომ მოიკიდოთ, ეს არის ყველაზე კომფორტული გადაადგილებისთვის და ზოგადად გადაღებისთვის. ასევე გვაქვს შტატივი, რომელსაც აქ არ შევიძენთ, უბრალოდ ფასის გამო გვაქვს დამატებული თვალსაჩინოებისთვის. ამასაც eBay-დან ან Amazon-დან გამოწერთ 60-დან $80-მდე ამ დიაპაზონში, 250-300 ლარი ფაქტობრივად გეყოფათ და ლინზას აქ შეიძენთ. ანუ რეალურად აქ შეიძენთ ობიექტივს, კამერას ობიექტივს და მეხსიერების ბარათსაც. როგორც ხედავთ, 4 სავარაუდო ვარიანტი განვიხილეთ, ყველაზე იაფიანი არის 950 ლარიანი, ანუ 4000D, რომელსაც გირჩევთ და ვფიქრობ დაგიჯდებათ საწყის ეტაპზე, რომ შეიძინოთ ოპტიკა, ყველაზე ბიუჯეტურად, თუ მაგალითად მარტო კამერას და ობიექტივს შეიძენთ, დაგჭირდება 950 პლუს 400 ლარი, ანუ 1350 ლარი, მაგრამ თუ სხვა აქსესუარებსაც უყიდით და ვფიქრობ უნდა უყიდოთ, რადგანაც მეხსიერების ბარათის გარეშე რა თქმა უნდა არ გამოვა ეგ საქმე, მინიმუმ. სულ ეს არის მეგობრებო, ეს არის რისი გაზიარებაც მინდოდა თქვენთვის, რისი რჩევაც მინდოდა თქვენთვის და რის შესახებაც ძალიან ხშირად კითხულობთ და მეკითხებით. იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვლოგი. თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა დალაიქეთ, თუ გააზიარებთ ეს ძალიან კარგი იქნება ამ ვიდეოსთვის, ჩემი არხისთვის და ზოგადად мотиваციისთვის. გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, ზარიც ჩართეთ რომ არ გამოგრჩეთ სიახლეები. შევხვდებით უკვე ძალიან მალე ისევ აქ, ისევ ჩემ არხზე, შემდეგ ვლოგში.